კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ რადიკალურ რეფორმას, ანუ ერთი წლით მოამბის გარდა ყველა გადაცემის დახურვას ეხმიანება. ვახტანგ აბაჩიძემ შეახსენა რეფორმის მომხრეებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართული კანონმდებლობა განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს. თანამშრომელთა მორიგი პროტესტი კი დღეს საინფორმაციო სამსახურში დაგეგმილმა ატესტაციამ გამოიწვია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ატესტაცია ჯერ კიდევ ახალი მენეჯმენტის მისვლამდე იყო დაგეგმილი. Ახლა სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში, სოფო გისმენთ. ლევან, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრა, რომელიც გაიმართა პროფკავშირის წარმომადგენლ წევრებს შორის და ასევე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამსაქმებული არიან საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა არ არიან პროფკავშირის წევრები და ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეს ჯგუფი შექმნის ნდობის ჯგუფს, რომელიც იმუშავებს უკვე რეფორმის ალტერნატიულ ვარიანტზე და ეს ალტერნატიული ვარიანტი წარდგენილი იქნება უკვე ბორდისთვის. ამისთვის მათ ჭირდებათ გარკვეული დრო და ბორდისგან ითხოვეს სწორედ ეს დრო და ნებართვა იმისა, რომ გარკვეულ ინფორმაციებთან კონდეთ წვდომა. გადაწყვეტილება რომ შექმნათ ნდობის ჯგუფი, რომლებიც დავსახავთ ჩვენ სამოქმედო გეგმას, ვაპირებთ რომ ჩვენი ალტერნატიული ხედვები წარუდგინოთ ბორდს, ეს ვიცით ყველამ რომ ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება, ამიტომ ბორდისგან ჩვენ გვინდა გარკვეული ინფორმაცია, გარკვეულ დოკუმენტაციასთან წვდომა, წერილით მივმართავთ, ჩვენ ყავდა ჩვენი იურისტიც მოყვანილი აქ პროფკავშირის, წერილით მივმართავთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ ამ ჩვენს ალტერნატიულ ხედვაზე მუშაობას. ალტერნატიულ წინადადებებს უკვე ბორდისგან ელოდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი. დღეს იანთაძე საუბრობდა იმის თაობაზე, რომ თუკი ბორდი დაიწუნებს მათ მიერ წარდგენილ გეგმას და არ შესთავაზებს მენეჯმენტს სანაცვლოდ ალტერნატიულ წინადადებებს, ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათ დარჩენას ტელევიზიაში არანაირი აზრი აღარ ექნება. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ამ ეტაპზე არის დაანონსებული ტესტირება, რომელიც დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე საინფორმაციო სამსახურში და ვის რა პოზიცია აქვს დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, ამას უკვე ჩვენი სიუჟეტიდან ნახავთ. საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი ატესტაციის ფორმები და დრო ამ ეტაპზე უცნობია. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი შესაბამის ჯგუფს არჩევს და უპირატესობას საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს ანიჭებს. პარალელურად მაუწყებელში უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. კითხვები ატესტაციის საჭიროებასთან დაკავშირებით არხის თანამშრომლებთან ერთად ბორდის წევრების ნაწილსაც აქვთ. ჯერ იყო ანონსირებული, რომ ყველა გადაცემა იხურება მოამბის გარდა. ეხლა გუშინ ქალბატონმა იამ, გულგრილი, გულაგის ზედამხედველის გამომეტყველებით გვამცნო, რომ არა, მოამბეც გაივლის ტესტირებას, მაგრამ როგორც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. თუ კი ეს პროცესი არის საჭირო, მე ვამბობ, თუ კი ეს პროცესი არის საჭირო, ჯერ უნდა იყოს მომზადებული ყველა დოკუმენტი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ამ პროცესის ჩატარებაზე. ახალი მენეჯმენტი ამბობს, რომ არხზე ატესტაცია იმაზე ადრე დაიგეგმა, ვიდრე ხელმძღვანელობა შეიცვლებოდა. იანთაძე ირწმუნება, რომ მოამბის ჟურნალისტების კვალიფიკაციის პრობლემა საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერებმა გენერალურ დირექტორთან პირველივე შეხვედრაზე დააყენეს. როდესაც ბატონი ვასიკო იყო არჩეული გენერალური დირექტორი, პირველი რაც მან გააკეთა, დაიბარა პროდიუსერები, სთხოვა მათ, რომ მობრძანებულიყვნენ აქ მის კაბინეტში და თვითონ იდგა დაფასთან და თავისი ხელით წერდა, ესე იგი, იმ პრობლემებს, რაც ჰქონდათ ამ პროდიუსერებს და ნომერი პირველი პრობლემა გადაღებულიც მაქვს ფოტო, წერია კვალიფიკაცია თანამშრომლების. ყოველწლიურად იხარჯება გაცილებით მეტი მილიონი და მაყურებელი არის გაცილებით ნაკლები. ვასილ მაღლაფერიძის გუნდს საკუთარი გეგმის სისრულეში მოსაყვანად მაუწყებლის ბორდის მხარდაჭერა სჭირდება. სამეურვეო საბჭო მიმდინარე კვირაში ჯერ დირექტორს შეხვდება, შემდეგ კი სხდომაზე შეიკრიბება. ბორდის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დარჩება თუ არა ახალი მენეჯმენტი ტელევიზიაში. რეფორმის პარალელურად ქართული კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელს. მე არ მგონია, რომ ბორდი მიიღებს კანონმდებლობის გაუთვალისწინებელ გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით გათვალისწინებული არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელმა თავისი პრიორიტეტების ვალდებულებების მიხედვით გაუზრუნოს მთელი რიგი მოთხოვნები. მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დ-პუნქტში წერია, რომ პირველმა არხმა საუკეთესო დროს უნდა გადასცეს ახალი ამბები და საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საარჩევნო დებატები. მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა კი, როგორც ცნობილია, ერთი წლით არხზე მოამბის გარდა ყველა გადაცემის დახურვის გეგმა წარადგინა.